Უკვე ნელ-ნელა იწყებენ შეკრებას ევროპული მომავლის მცველები, ევროპული მარშის მონაწილეები, პირველი რესპუბლიკის მოედანი, ეს არის კიდევ ერთი ლოკაცია, საიდანაც პროტესტის მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები დაიძვრებიან და წავლენ ევროპის მოედანზე, ჩავლენ იქ. ისინი აფიქსირებენ მათ სურვილს, მკაფიოდ და ღიად კიდევ ერთხელ ბუნებრივია, რომ მათ სურთ ევროპა მშვიდობიანი მომავალი ქვეყნისთვის, მშვიდობა ბუნებრივია, კეთილდღეობა და მომავალი, რომელიც არის მხოლოდ საქართველოსთვის ევროპა. ეს არის მათი დევიზი და მიზანი. ნელ-ნელა იკრიბებიან, როგორც მოგიყევით, საქართველოს ევროკავშირის დროშებით ვაჩვენოთ კადრში უხი მოქალაქეები მოვიდნენ უკვე და ისინი მზად არიან, რომ დაიძრან სანაპიროს გავლით მივიდნენ ევროპის მოედანზე. რესპუბლიკის პირველ მოედანზე იკრიბებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და ასევე არასამთავრობო ქვეყნის ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, იურისტები და ეს არის მათი დაორგანიზებული ეს ლოკაცია ყოველ შემთხვევაში. ირაკლი ფავლენიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრს ხედავ, რომელსაც ვკითხავ, რა იქნება დღევანდელი გზავნილები მათი მხრიდან, მათი დევიზი, აქ შეკრების მიზანი. გამარჯობა ბატონო ირაკლი, პირდაპირ ეთერში ვართ, ბოჯის ვიხდი. შეიძლება პირველ რიგში კითხავთ რა არის დღევანდელი შეკრების მიზანი. კი, მარტივი მოცემულობა გახავთ, ორ ნაწილად არის დაყოფილი საზოგადოება და ზოგადად ჩვენი მთელი სახელმწიფო სამწუხაროდ. ერთი ნაწილი არის მიმტაცებლები, ძალაუფლების, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოს ევროპული და ევროპული კურსიდან გადაუხვიოთ და უნდათ რომ იზოლირებულები ვიყოთ და მარტო ფულის შოვნის არეალად აქციონ ჩვენი ქვეყანა და მეორე საზოგადოება ვართ ჩვენ, ვინც დგავართ რუსთაველზე, ვინც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ვინც ასე ვთქვათ ბოლომდე ვართ მზად ნებისმიერი ფინანსური თუ ეხება ეს რაღაც ციხეში გამოკეტვა ნებისმიერი ამ საფრთხის მუხარის მიუხედავად და რეალურად განხორციელებული ქმედებების მიუხედავად ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ რატო ევროპის გზა თვითმიზანია, როცა ამაზე საუბრობენ. თვითმიზანი არის საქართველოს კარგად ყოფნა და საქართველოს კარგად ყოფნა პირდაპირ იყო დაკავშირებული ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპასთან ურთიერთობასთან, იმიტომ რომ სწორედ რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ძირითადად რაც კარგი მოხდა ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, ყველაფერი მოხდა ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან კოორდინაციის თანამშრომლობის იქიდან წამოსული ინვესტიციების შედეგად, რატომ? იმიტომ რომ ევროპა არის დაკავშირებული კეთილდღეობასთან, დაკავშირებული არის ადამიანის უფლებებთან და ჩვენ ისტორიულადაც, კულტურულადაც ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ქრისტიანული სამყაროს და ცივილიზაციის ნაწილი და პრაგმატულადაც გვაწყობს ევროპასთან ყოფნა, იმიტომ რომ სწორედაც რომ ადამიანის უფლებების ხალხი ამტკიცებს ყოველდღურად ის ადამიანები, რომლებიც განან რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები. აი დღეს რა იქნება მთავარი გზავნილები თქვენი მხრიდან, აქ შეკრებილების მხრიდან და ვინ იქნება ადრესატი? თავარი ადრესატი არის რა თქმა უნდა ის რომ ჩვენი ბრძოლა არის, ან თავარი რაც ხდება არის ის რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპისთვის ვიბრძვით და ამას ხედავენ საერთაშორისო საზოგადოებაშიც და პირველ რიგში ამას ხედავენ ივანიშვილის ბანდის წევრები, რომლებმაც ვერ გატეხეს ჩვენი წინააღმდეგობა და თითოეული ესეთი დიდი მარში, დიდი შეკრება არის კიდევ ერთი აგური შემოტანილი ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის საქმეში. მადლობა დიდი. აქ შეკრებილი ადამიანები, როგორც მოისმინეთ, კიდევ ერთხელ დაანახებენ როგორც ევროპას, ასევე ივანიშვილის გუნდს კიდევ ერთხელ გაუგზავნიან გზავნილებს, რომ მათი არჩევანი არის ევროპა და ეს არჩევანი არის რუსთაველი. გამარჯობა, ბაია ბატარაია იაყოფება ჩვენთან ერთად შემოერთა აქციას და მე მას ვკითხავ. ქაუტონ ბაია, ეხლა როგორც არასდროს ისე დაშორდა საქართველოს ევროკავშირს. აი როგორ წარმოგიდგენიათ, რამ შეიძლება ამოავსოს ის უფსკრული, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში? სინამდვილეში ქართული ხალხის ნება არის ურყევი, ამას ხალხი ამბობს, ყველა გამოკითხვა ამას ადასტურებს. მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველიც ირჩევს ევროპას. თუმცა ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა უარი, გვახსოვს ის კობახიძის რკინეული განცხადება და დღესაც ვხედავთ, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ აღდგეს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მხოლოდ მუქარის ენა გვესმის, მაგრამ ევროკავშირთან თანამშრომლობა ულტიმატუმებით არ ხდება. ევროკავშირთან თანამშრომლობა ხდება იმ რეკომენდაციების შესრულებით, რასაც ევროკავშირი ზოგადად გასცემს და ეს რეკომენდაციები ჩვენთვის არის პირველ რიგში სასარგებლო. სამართლიანი სასამართლო ქართველ ხალხს სჭირდება ევროკავშირს კი არა, დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები ქართველ ხალხს სჭირდება და არა ევროკავშირს. ჩვენც ევროკავშირში შესვლა მხოლოდ იმიტომ გვინდა, რომ იქ არის უკეთესი ცხოვრების ხარისხი.
პენსიაც მაღალია, ჯანდაცვაც უფასოა, განათლებაც უკეთესი არის. სწორედ ამით ძალიან გააზრებული არჩევანი არის ისტორიულ არჩევანთან ერთად, ეს არის ძალიან პრაგმატული და გააზრებული არჩევანი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპისთან ხალხის მეგობრობა. არჩევანი და ყოველდღურად ამტკიცებენ ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები ამას, რომ მათ სურთ ევროპა, თუმცა ივანიშვილის გუნდი ამის შესაძლებლობასაც არ აძლევს ქართულ ხალხს. აი, ამიტომ მკითხეთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გააკეთოს ხალხმა და არა უკვე ხელისუფლება. ის რომ 160 დღეზე მეტია ქართველი ხალხი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და შეწყვეტილ თანამშრომლობას ევროკავშირთან, არის ყველაზე კარგი გზავნილი, ძალიან ზუსტი და ეს გზავნილი არის მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის ქართული ოცნებისთვის. დღეს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აღიარებს, რომ მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია ქვეყანა და ეკონომიკური კრიზისის ნიშნებით სახეზეა. იმისთვის, რომ სინამდვილეში გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი, აუცილებელი არის ახალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ გზას. დიდი მადლობა. ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გააჟღერებენ მშვიდობიანი პროტესტის ევროპული მარშის მონაწილეები. იწყება ნელ-ნელა ხალხის ნაკადი ებატება, შეკრება გრძელდება კვლავ, რა თქმა უნდა, აქ ასობით ადამიანს, უამრავ ადამიანს, რომლებიც შეკრებილებთან ერთად უკვე დაიძრებიან ევროპის მოედნისკენ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, პუხი ვაჩვენოთ თუ შეიძლება მაყურებელს, პოლიციის მობილიზება, უპრეცედენტო მობილიზება სამართალდამცველების, რომლებიც განლაგებულები არიან რესპუბლიკის პირველ მოედანზე, მათი რაოდენობა ახლა შეიძლება ითქვას, რომ მაგ შეკრებილებზე უფრო მეტია. იმედია ისინი იმისთვის არიან, რომ სააგზაო მოძრაობა მოაწესრიგონ და მისცენ მშვიდობიან მონაწილეებს პროტესტის, რომ მშვიდობიანად გადაინაცვლონ ევროპის მოედნისკენ. ისინი აქ 2 საათით ადრე მობილიზდნენ და იმედია მათი მობილიზება არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ხელშეშლას და დაკავებას აქციის მონაწილეების. ასეთია ვითარება ახლა რესპუბლიკის პირველ მოედანზე. ადამიანები იკრიბებიან ნელ-ნელა იმისთვის, რომ დაახლოებით 6 საათზე უკვე მსვლელობით სანაპიროს გავლით მივიდნენ ისინი ევროპის მოედანზე, თუმცა მანამდე იქნება დიდი დროშების გაშლა მშვიდობის ხიდზე.